მოგესალმებით ყველას და 18 თებერვლის შოუ-ბიზნესურ ამბებს გაგაცნობთ. ასე რომ თუ თქვენ გაინტერესებთ საინტერესო სიახლეები იმ ადამიანების შესახებ, ვინც კინოსა და მუსიკის სამყაროში მოღვაწეობს, გთავაზობთ ინფორმატორის მე-4 ყველაზე ვრცელ გამოშვებას ლაილაისთან ერთად. თავდაპირველად ქართულ სიახლეებს გავესწრებთ. შემდეგ კი როგორც ყოველთვის უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. დათო გომართელმა პრესისაგან გასაიდუმლოებულ ვითარებაში ახალი ვიდეოკლიპი გადაიღო სიმღერაზე, რომელიც მიშამ დინარაძეს ეკუთვნის. ხოლო ტექსტის ავტორია გია ჯოხაძე. კლიპი კომპანია არტიმედში მზადდება და მისი კონსულტანტია რეზიკო გიგინეიშვილი, რომელიც იყო რეჟისორი კლიპისა მამა აფრიკა. სიმღერას ეწოდება სალაღობო. ეს გახლავთ ხალხურ მოტივებზე შექმნილი სიმღერა, თანამედროვე, რა თქმა უნდა, და ჩემთან ერთად მღერის ხალხური ანსამბლი ფესვები. ამას კლიპს ვერ დავარქმევთ, შეიძლება დაერქვას სატელევიზიო მუსიკალური რგოლი. იმიტომ რომ ბიუჯეტი იყო საერთოდ 0 მინდა გითხრათ და აი ტელეიმედის დახმარებით და კიდევ რამოდენიმე ჩემი მეგობრის დახმარებით მოხერხდა ამ ასე ვთქვათ რგოლის გადაღება. საინტერესო ფორმა და თანამედროვე შეიძლება ითქვას გადაწყვეტა მიუხედავად იმისა, რომ ხალხური მოტივებია, ჩემი აზრით ძალიან ეროვნული და ძალიან კაი გამოვიდა. გვანცა ზაქარიაშვილი პირველ ალბომს უშვებს, რომელშიც 9 სიმღერა შევა და მას ერთ-ერთი სიმღერის სახელი, რომ მე თქვა ჰქვია. გვანცა ჩვენ სტუდია ქართულ ჩანაწერებში ვნახეთ. ეს არის ჩემი პირველი ალბომი, რომელიც გამოუშვა სტუდია თბილისმა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ამ სტუდიას. და სადავაპირებ თუ არა? სტილი? დიდი ნაწილი სიმღერების ჩაწერილია სტუდია ქართულ ჩანაწერებში. ამ სტუდიაში. ამ ალბომში შესულია 9 სიმღერა, ალბომს ქვია ჩემი ბოლო ნამუშევრის სახელი რომ მე თქვა და საკმაოდ დიდხანს ვემზადებოდით, რაც შეეხება სიმღერებს, საკმაოდ კი არა ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან ყველა სიმღერა. ზე ბევრად მეტი სიმღერა მაქვს, მაგრამ მე და ჩემმა პედაგოგმა მანანა მორჩილაძემ გადაწყვიტეთ ბოლო დროიდელი ნამუშევრები შეგვეტანა ამ ალბომში, ხოლო რაც შეეხება რეპერტუარს, წინა რეპერტუარს ვაპირებთ მის გადახალისებასაც. აი ეს რო იყოს? იყოს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქართული შოუ-ბიზნესის პატარა წარმომადგენელს ზუკა ხუციშვილს საკმაოდ დიდი და საინტერესო სამომავლო გეგმები აქვს. ის სულ ახლახანს დაბრუნდა მოსკოვიდან და არ დაიზარა ჩვენთვისაც გაემხილა ამის შესახებ. ჩვენ წავედით მოსკოვში, რა ვიცი, უფრო მინდოდა, უფრო რაღაცა რა ეხა თავის შექება არ მინდა, მაგრამ თბილისში ეხა ძალიან პოპულარული არა ვარ და ეხა პოპულარული ვარ და აი ცოტა იქითაც მინდა ეხა გავიწიოთ, რომ მე ზევითა წავედით და რა ვიცი, მშობლებს უნდათ ოპერის მომღერალი რომ გამოვიდეთ და მომავალში არ ვიცი რა მოხდება. მოსკოვში დაგვპატიჟა სპივაკოვმა. მივედით მუსიკის სახლში და მოგვისმინა, ძალიან მოეწონა.
და ნუ რა ვიცი, მე გაგვაგზავნა როზანა ლიწისიანი არის. ძალიან კაი სიმღერის მასწავლებელი, იმანაც შეგვაფასა და რა 15 მაისს არის კონცერტი მოსკოვში და მე კიდე წავედით ზურა სოტკელავასთან და მაყვალა ქასრაშვილთან, იმათაც მოვასმენინებთ. გითხრეს რომ თუ არ დაიკარგება ხმა, თუ დაიკარგება ხმაო ამ გარდატეხის პერიოდში, მაშინ იგი გამოვა დირიჟორიო და რა იმედია არ დაუკარგო ხმაო და მომავალში ან ესტრადის მომღერალი გამოვალ, ან რა ვიცი ოპერის. მინდა გესმოდე სიმღერა სიყვარულსგავს. გრძელდება პროექტი თანავარსკვლავედი და ახლა როგორც გახსოვთ, ინდივიდუალურად მიმდინარეობს სიმღერების ჩაწერება. გიგა კვენეტაძის სტუდიაში ლილიკო ნემსაძის სიმღერას თანავარსკვლავედის წევრი ხატია სახიაშვილი წერს. უშენოდ ეს აბა ჩასვა. მოდი არ მინდა უშენოდ ეს სიმღერა ჩემთვის დამახასიათებელი, როგორც ვიცი ხოლმე, იყო ლირიკულ ჟანრში და ეხა აბსოლუტურად სახეშეცვლილი დამხვდა, ეს გამოიწვია რიტმის შეცვლამ. მაგრამ ეს არაფერს იმას არ იწვევს, ანუ მე არ ვაპროტესტებ, არის უფრო გათანამედროვებული. სიმღერა მართლა ძალიან კარგია, დიდი მადლობა მინდა მოუხატო ლილიკოს, ჩემი სტილია და ეხა არანჟირება როგორ ის დამხვდა, ესეც მომწონს, რაღაცა ახალია, სიახლეა. მე ველოდებოდი უფრო რაღაც როიალი და რაღაც ვიოლინო იქნებოდა იქ და რაღაც ხვანაირი და ეხა დამხვდა უფრო მართლა გათანამედროვებული და კაია მე მგონი. და კაი გამოვა. სხვადასხვა ხატი, ეს ძალიან სალაპარაკო ტემბრი არის, დაბალი. მაგრამ ეხლა არ გავიგე თურმე რომ ძალიან კარგად ვღერის მაღლებში და თვითონ უნდა რომ ჩამოვწიოთ და დაბალში ვაყუროთ, მაგრამ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ლაპარაკის დროს ტყურა იბოხებ ხმას, ძალიან კარგი ხმა. შევეცდები ყველანაირად, რომ ეს სიმღერა ისე შევასრულო, რომ როგორც უნდა შესრულდეს, არ ვიცი. ლილიკო გავახარო. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.